დღეს ქუთაისში ორი ახალი სახელმწიფო უწყების შენობა გაიხსნა. კონტროლის პალატა და საგზაო დეპარტამენტი თბილისიდან ქვეყნის მეორე ადმინისტრაციულ დედაქალაქში გადავიდა. ახალი შენობები პრეზიდენტმა დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი ბაგრატის ტაძარსა და ყუმისთავის ღუმეშიც იმყოფებოდა. დღესვე პრეზიდენტმა ქუთაისელებს ახალი საცურაო აუზის გახსნაც მიულოცა. ქუთაისში კონტროლის პალატის თანამედროვე დიზაინის ოფისი უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. კონტროლის პალატის თავმჯდომარე ხვალიდან ახალ ვაკანსიებზე კონკურსს გამოაცხადებს. ამ უწყების მსგავსად ქუთაისში გადავიდა საგზაო დეპარტამენტიც. ახალი შენობები დღეს პრეზიდენტმა გახსნა. ერთინავ ყველა მოაღიაროთ, ჩვენ რას ზომობთ, იმას ყოველთვის ვაკეთებთ. რო თქვით, რომ ყველაფერი გადმოვა ეს უწყებები აქ, როგორც ხედავთ, დამკვრეული ტემპით ყველაფერი გამოვიდა აქ და არა ნაჩქარევად არაფერი არა და ფურთხილ გაკეთებული, ძალიან მაგრა გაკეთებული, ყველაფერი ახალი რაც შენდება ისე როგორც საქართველოში არასდროს არაფერი არ შენებულა. ეს ყველამ უნდა დაიმახსოვროს. მიზნობრივი ხარჯვა ფულის ამის კეთება. მიზნობრივი იქნება ეს თუ ამას გაუტანთ და დაურიგებთ გარშემო ხალხს. აუცილებლად. თუ ჩვენ შევჭამეთ, ჩვენი გამზადებული ტორტი, ეს იქნება სრულიად არამიზნობრივი. ამიტომ ეხლა მაგათ ჩავასო და ბავშვებს გადავუტანთ მოპირდაპირ ხარ საქართველოს ქართლის დასახლებაში ავტოკარხის და იმათ ჩვენგან გავუგზავნოთ. აი ეს იქნება მიზნობრივი ხარჯი. ახალი ოფისების გახსნის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ბაგრატის ტაძრის მდგომარეობით დაინტერესდა. იქ ამ დროისთვის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ეს იქნება თავდაპირველი კრამიტის მიხედვით ჩამოისმება კრამიტები და ზუსტად სიმაღლე გამხელა. სიმაღლე გახლავთ 45-44 მეტრი და ცოტა მეტრი. შვედი ცხოველი გამხელა. შვედი ცხოველი არის ოდნავ პატარა. შვედი ცხოველს მაღალია? ესე რეალურად ძველი ეკლესიებიდან ეს ყველაზე მაღალი იქნება. საქართველოში ყველაზე მაღალი. ოშკი გამხელა. ოშკი არის 45-14 მეტრი. ეს ერთი სტილია, ხო, ოშკი? ეს არის ერთმანეთთან დაკავშირებული ერთიანი საქართველოს სიმბოლოები. დავკრათ ხალხო, აი თქვენ გითხარით, ეხლა გვეუბნებიან თბილისში არის არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ექსპერტები რომ არ გინდა იყოს ესე როგორც არის გადახდილი უნდა აღვადგინოთ? აი გადაიგეთ ხალხის თქვა ჯობია ამას, იმიტომ რომ ეს არის ქუთაისის მომავალი დღე, ქუთაისის ახალგაზრდობა და მართლა მითხრა თქვენი აზრი ეს არ არის ეს მარტო იმისთვის რომ თავი მოიწოდოთ ტელეკამერების წინ. ძალიან დიდი დავა იყო, ამის გამო შეჩერდა რომ იქ არასამთავრობოები ვიღაცეებმა რომ ეს არის ისტორიული სინათლის დამახინჯება. არ ვიცი, მე ჩვენან წინაპრები მე მგონი ეს იმისთვის არ აღშენოს რომ თავგადახდილი და დამპყრობლების მიერ აფეთქებული დარჩენილიყო თელი ცხოვრება, ხო ასე? ასე რომ თუ იქნება გვენინება ძმებო და მეუფის კურთხევა ჩვენ ამ საქმეს გავაგზავნებთ ეხა პირველ 2 მილიონს გამოყოფ ხოლმე. აბა გავაკეთოთ? რა თქმა უნდა. ბაგრატის ტაძარში პრეზიდენტს გელათის კომპლექსის ხატი უსახსოვრეს. მე შემდგევარ საქართველოს დიდების სიახში. ქუთაისიდან პრეზიდენტი ყუმისთავის მღვიმეში გაემგზავრა. მიხეილ სააკაშვილმა მღვიმეს ახალი სახელი დაარქვა და დღეიდან მას პრომეთეს მღვიმე ერქმება. მღვიმეში უახლოეს მომავალში ახალი განათება დამონტაჟდება და ტურისტები ნავით გასეირნებასაც შეძლებენ. ქუთაისს აქვს უნიკალური ტურისტული პოტენციალი. ეს არის ქალაქის ცენტრიდან 30-35 წუთის სავალზე. ამ მღვიმეს ქვია ყუმისთავი და არა და ეს არის მთები, სადაც პრომეთე იყო ახლო-მახლო მიმული. აი პარლამენტიდან რო უყურებ ეს, პარლამენტი სადაც შენდება. იქ არის კავკასიონის უკან არის კედელი, კავკასიონის კედელია ესეთი. დიდი მინდორია ესეთი ტრიალი, იქ ლამაზი პარკი კეთდება შუაში პარლამენტია დიდი კავკასიონის ქედი და დაახლოებით იქ არის სადღაც ქვემოთ აი ეს მღვიმე. ეს არის ქედი, რომელზეც იყო მიმული პრომეთე. ამიტომ თქვენის ნებართვით მე ეს წინასწარ შევათანხმე ბევრ ქუთაისელთან. ამ მღვიმეს ალბათ უნდა ეწოდოს პრომეთეს მღვიმე. ეს ბევრად უფრო ადვილად დასამახსოვრებელი იქნება, ვიდრე ის სახე, რომელიც აქამდე ქონდათ და ჩვენ გვექნება აწი სათაფლია და პრომეთეს მღვიმე. აი, ნათლი მამაც გამოვიდა მღვიმის სახელით. ტურისტული კომპლექსი სათაფლიაშიც გაკეთდება. დღეს პრეზიდენტმა პირადად ჩაუყარა საფუძველი კომპლექსის მშენებლობას და სათაფლიის მღვიმის რესტავრაციას. კომპლექსის მშენებლობაზე, რომელიც ნოემბრის ბოლოს დასრულდება, 7 მილიონი ლარი დაიხარჯა. ავიში დააკვირდით თუ არა, რა მაგარი გზით მივედით.
ყოფილ ყუბისთავში და აწი პრომეთეს გზვიმეში და როგორ გზით მოვედით აქ სათაფლიაში. ყველგან კეთდება გზა. ყველა ტურისტულ ობიექტთან გარდა ყველაფისა რომ მიდის სხვა კომუნიკაციები, დენი, წყალი, სხვა რაც საჭიროა და ეს ყველაფერი ეწყობა, კეთდება გზა. ეს არის მთელი კომპლექსური პროექტი, ვისაც რომ შემოსავალი გაუჩეს გარშემო ხალხს. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი ისევ ქუთაისში დაბრუნდა და ახალი საცურაო აუზი გახსნა. საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქში ბოლო 20 წელია არც ერთი აუზი არ არსებობდა. ზამთარში გაშვებოდი? ზამთარში მომზადებას გავდიო. და როგორ არის პარკეთზე? არა, დიახ, მელეთის კალფეთზე. მელეთის ეგრო დავინახეთ, ეგ ვნახე ტელევიზორში. როგორ ვარჯიშობთ პარკეთს, სურვა შემომეყარა გულზე. კიდე კაი ტელევიზია არსებობს და ერე გადავწყვეტ რომ სასწრაფოდ აუზი გავკეთებია, კაი გამოვიდა. ჯულს თქვენი. მე ჩემ ბავშვობაში ეგეთი არ ვქონია. დავგარი. ვიქნა ძალიან მომდენია. აბა თქვენი, საქართველოს ყველანაირი პირობები გავკეთეთ და ჩვენ ასახელებს საქართველოს. ეგ არის თავი ასახელოთ, თავი ჯერეთი ჯამთელები გაიზარდოთ. პრეზიდენტმა საცურაო აუზის შემდეგ ძიუდოს დარბაზში გადაინაცვლა. გავთვალე და განათებულია. და გარედან მოჩანა ყველა შეხვედრებს გასახდელი მოგაია. გადმოვაც არის. ყველა ძალიან კარგად ხედავს ქუთაის რამხელა ყურადღება ექცევა. არა მარტო ქუთაის, მთლიანად რეგიონს. ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ძალიან ბევრია კიდე გასაკეთებელი და ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ამას ყველაფერს რა. ქუთაისი მეორე ადმინისტრაციული დედაქალაქი. ამ პროექტის ფარგლებში ქალაქში ოპერისა და ბალეტის თეატრის რეკონსტრუქციაც მიმდინარეობს. დაწყებულია პარლამენტის შენობის მშენებლობაც და ის 2012 წელს უნდა დასრულდეს.